მოგესალმებით მეგობრებო, დაგიბრუნდით ახალი ვლოგით. ამ ვიდეოში ნახავთ ჩემი და პაატას მოგზაურობას გერმანიაში, სად ვიყავით, რა დავათვალიერეთ, როგორ მოგვეწონა, რა შევიძინეთ და ასე შემდეგ. სანამ დავიწყებდეთ, მინდა გითხრათ, რომ ეს იყო პირველი მოგზაურობა, რომელიც დამოუკიდებლად დავგეგმეთ. აქამდე სადაც არ უნდა წავსულიყავით ხოლმე, ყოველთვის ტურისტული კომპანია გვიგეგმავდა ყველაფერს, სასტუმროს, ტრანსპორტს, ტრანსფერს და ასე შემდეგ. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც დამოუკიდებლად გავაკეთეთ ეს ყველაფერი და ცოტა ნერვიულობდი. იმედი მქონდა, რომ ყველაფერი სწორად გავაკეთე და სწორად მივიდოდით სასტუმრომდე, ასე რომ წავიდეთ და ჩვენთან ერთად ნახეთ რა მოხდება. შვიდობიანად ჩავფრინდით გერმანიაში და როდესაც გამოვედით აეროპორტიდან, იქ იდგა ერთი დიდი ავტობუსი, რომლისკენაც ყველა მიისწრაფოდა და როდესაც ვიკითხე, ამ ავტობუსის საშუალებით ისინი უნდა წასულიყვნენ აეროპორტიდან მიუნხენის მიმართულებით. ჩვენც მიუნხენში გვქონდა სასტუმრო, შესაბამისად გვაწყობდა და ჩვენც აქ ჩავსხედით. ავტობუსი რომ გაჩერდა და ყველა რომ ჩამოვიდა, ჩვენ ვერ ხვდებოდით საით უნდა წავსულიყავით, თან ისე მოხდა, რომ ჩემს ინტერნეტს რაღაც პრობლემა შეექმნა და ვერ ჩავრთე, შესაბამისად მიმართულებას საერთოდ ვერ ვიგებდით და აი ამ ძღოლმა გვიშველა, რომელსაც ახლა კადრში ხედავთ, მან მიგვასწავლა სწორი მიმართულება, წაგვიყვანა და დაგტოვა აი ამ უზარმაზარ სადგურზე, სადაც შემდეგ კიდევ რამდენჯერმე დავიკარგეთ. თავდაპირველად -1 სართულზე ჩაგვიშვეს, იქიდან პირიქით ზემოთ ამოგვაბრუნეს, შემდეგ ძლივს შევიძინეთ ბილეთები და ბოლოს მივაგენით აი ამ მეტროს, სადაც უნდა გავჩერებულიყავით, დაახლოებით 7-8 წუთში მოვიდოდა მატარებელი, რომელსაც კონკრეტულ სადგურზე უნდა წავეყვანეთ. აი ეს გახლავთ უკვე მატარებელი, დაახლოებით 15-20 წუთი ვიმგზავრეთ, ამ სადგურზე ჩამოვედით და აქედან უკვე 200-300 მეტრში იყო ავტობუსის გაჩერება. აქ ბევრი ხალხი მიდიოდა ერთი მიმართულებით და რა თქმა უნდა ჩვენც გავყევით უკან და მოვხვდით აი ამ გაჩერებაზე. როგორც გავარკვიეთ და ამ მომენტისთვის უკვე ინტერნეტიც ჩართული მქონდა, 230 ნომერ ავტობუსს უნდა გავყოლოდით, რომელიც საკმაოდ ახლოს მიგვიყვანდა სასტუმროდან. შემდეგ იქიდან უკვე 2-3 წუთში ვიქნებოდით ფეხით სასტუმროში. ამასობაში დაღამდა და ორივე ნერვიულობდით იმაზე, რომ სადმე ერთ დავკარგულიყავით, სადმე არასწორად არ მივსულიყავით, თუმცა პაატა იმდენად ნერვიულობდა, რომ მე სიცილს ვეღარ ვიკავებდი. მეგობრებო, თქვენ წინაშე არის ყველაზე პესიმისტი ადამიანი. პესიმისტი ვიქნება, შენ სიმეგზე ვარ აქ ჩამოსული და ყველაზე დრამა. და ნორმალურად პესიმისტი რატოა? უნდა გითხრა? აჰა, აი ეს არის ავტობუსი, რომელსაც უნდა გავყვეთ, ოღონდ რატომღაც იქით ხარეს მოვიდა. ჩვენ ხო აქეთ უნდა არა, კი, უეჭველი, უნდა მოტრიალდე. მეგობარ, აჰა, всё. დამშვიდი? არა, მე სანამ სასტუმრომდე არ მივარ არაფერი. ანუ არ ამშვიდებს არაფერი, სანამ სასტუმრომდე არ მივალთ და არ გვეტყვიან, რომ აი ეს თქვენი გასაღები ნომერი და შედით. ასე რომ წავედით. პაატას პესიმიზმი გამართლდა მეგობრებო. მართლა არასწორად წამოვედით. არ მინდა რომ აღიარო, მაგრამ ეგრეა და ანუ ამჯერად ჩვენი ბრალი არ ყოფილა, იმიტომ რომ მეპმა მიგვითითა არასწორად. აჰა, მოვედით ახლა აქ და უნდა გავბრუნდეთ უკან. რა ვიცი, მეგობრებო, დღეს იმედია მივახწევთ. ხობია ძმა. აი მე გადმოიტანა აქეთ ახლა ეს და არც საზღვარს გამატანენ და არც იმაში. მოგქონდა ხო? აი ქართველი ყველგან ქართველია რა. გასატენია. აუ გაყინულია ბიჭო. გამოსიო. ქართველი ხო ყველგან ქართველი. რა არის ძალიან კაი არის ქოქება. უეჭველი ვიღაცა მოიპარა, დაუჯდა და გადააგდო. მე კამერა იყოს. რა? ხო გავიშარებით ჩვეულა. გაიშარები რა მე. 5 წუთი უკვე გავიდა, ჩვენი ავტობუსი არ ჩანს. ხო აი ხათო მეუბნება აი პესიმისტი ადამიანი და მე რა მოხდა მერე? რა მოხდა? საწავა მოვა. ეს მოვა, მაგრამ სად მივდივარ, როგორ მივდივარ? არ ვიცი. თუ ვერ მივაგნებთ, მე სხვაგან წავალთ. რა გჭირს? სად სხვაგან სად? არ ვიცი. მიუნხენია რა, გაიხედე. ო რა უნდა მიუხესო, უცებ პატარა ქალაქი არისო და 60 კილომეტრიო ჩემი კაი. სასტუმრომდე. ანუ მე ხე გამოვედით ამ გაჩერების უკანა მხარეს და აქ ველოსიპედია მიტოვებული. გაანებე ახლა თავი. ვიღაცა მოვიდა, აგე მიავტოვდა. ჩამოვედით ავტობუსიდან და 9:30 საათია დაახლოებით ფეხით მოვდივართ. სრულ გაურკვევლობაში, ანუ ხო ხედავთ წინ რაც ხდება. კაცი შვილის ჭაჭანება არ არის, აი გარეთ ხალხია, აი ერთი ადამიანიც არ დამინახავს. ყველას გამორთული აქვს უკვე შუქები. არის რაღაც ქარხნები, იქით Mercedes-Benz-ი ეწერა და აი აქეთაც აწერია. ყველაფერი დაკეტილია აბსოლუტურად.
დასახლებული ადგილები არ არის, აქა-იქ დგას მანქანები და ანუ მართლა არ ვიცი სად მივდივართ. უბრალოდ მეპი ამას მიჩვენებს, რომ აქეთ უნდა წამოვიდეთ და ანუ ესე ბრმად მოვყვებით. აი დაახლოებით რომ მიგახვედროთ რა სიტუაციაა. მე მგონი რაღაც ქარხნებია, შიგადაშიგ ბოლი ამოდის სხვადასხვა შენობიდან. არ ვიცი, აი იქ წინაც ჩანს რომ ბოლი ამოდის შენობიდან. ნახეთ. მოვედით მეგობრებო, წარმოიდგინეთ, საქართველოს დავტოვეთ შუადღის 3 საათზე და ეხლა არის ღამის 12 საათი საქართველოს დროით. რამდენი ხანია გზაში ვართ და ვეძებთ აი ამ სასტუმროს. ძალიან სულ ლოკაციაზეა, ძლივს მოვაგენით. ტრანსპორტი არ მოდის, ფეხით უნდა ამოხვიდე, საკმაოდ შორს არის ცენტრიდან. ინტერნეტი რო არ ჩაგვერთო რაღაცა სასწაული ძალებით, იმიტომ რომ ეგეც ჭედავდა და რაღაც სირთულეები იყო, საერთოდ ვერ მოვაგნევდით მეპის გარეშე ამას. აი ძალიან ცუდი ადგილია. ეს ვინაიდან ჩვენ დავჯავშნეთ და არავინ დაგხმარებია, სრულიად დამოუკიდებლად გავაკეთეთ ეს ყველაფერი. არ ვიცი რამდენად ზუსტად და სწორად გვაქვს აღებული სასტუმრო. ამიტომ საერთოდ ეს სასტუმრო არის თუ არა? ჰოლიდეინი რო არის ვიცით, მაგრამ ამათ აქვს ძალიან ბევრი ქსელი აქვს მიუხენში. ძალიან ბევრი ფილიალი აქვს და მე გვიჩვენებს ამას და იმედია ეს არის. საბედნიეროდ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ყველაფერი სწორად გამიკეთებია. ნომერი დაჯავშნილი მაქვს 4 ღამით. აქ შევხვდებით ახალ წელს და მე დავბრუნდებით საქართველოში და ეხლა გაჩვენებთ უშუალოდ ნომერს. ძალიან მომეწონა სხვათა შორის. კი, სადაც ყოფილვართ, მართლა ყველა საჯობა. ეს მომეწონა, აი. ანუ ეს საჭმლის საჭმელად რო გამოგვიყვეს სივრცე, კარგ მჭამელ ხალხს, ეგ ძალიან კაია. აუ ძალიან მინდოდა ეხლა ცხელი ჩაი, იმიტომ რომ გაყინული ვარ და ეგეც ძალიან გამეხარდა რომ ჩაიც აქ არის. ტელევიზორი რა თქმა უნდა გვაქვს და საბაზრო მომეწონა კიდე ძალიან და მინდა რომ გაჩვენოთ, ნახეთ. როგორი მოწესრიგებულია, როგორი სხვანაირია, ანუ ესეთი სარგეებით არ მინახავს ჯერ სასტუმროში. აქ რა თქმა უნდა პირსაწმენდები, საშხაპე, აქეთ არის უნიტაზი, მოკლედ არ ვიცი. ბოდიოში და შამპუნიც არის, ანუ მე არ წამომიღიარა, დამოვიწყდა. უბრალოდ დიდი შეფუთით რომ წამომეღო, ხო არ გადმომატანდნენ და პატარა შეფუთვა არ მქონდა რა ამ მომენტისთვის ნაყიდი, ვაი მე ძალიან დაღლილი ვარ. ხო და ძალიან გამიხარდა, ეხლა აქ რო არის ეს. აქ არის საუთოვებელი, ესეც არასდროს ყოფილა ხოლმე ნომერში. ეს არის ფენი. არ ვიცი, ყველაფერი ძალიან მოწესრიგებული და კარგია. ხო. კაი, დღეისთვის დაგემშვიდობებით. აი, მთელი დღე გზაში ვარ და უამრავი ვიბოდიალეთ და 1000 ჯერ დავიკარგეთ და ძლივს მოვედით და უნდა დავისვენოთ და ვლოგის გადაღებას გავაგრძელებ ხვალიდან. სანამ დავიძინებდით, აი ძალიან გვშიოდა და ჩამოვედით. აქ არის პატარა სამზარეულო და შევუკვეთეთ ტუნას პიცა და ეს იყო ჩემი ახირება, იმიტომ რომ მაინტერესებდა როგორი გემოექნებოდა და პატას საშინად არ მოვეცა. ვერ შეჭამ? ვაფშე ვერ შეჭამ? ვაიმე. იტყუება ეგეთი ცუდი არ არის. ის არის რომ 40 ლარი გადავიხადე თამაში. ხო, ნუ ძვირი არის ახლა, მაგრამ ეგეთი ცუდი არ არის რომ ვერ შევჭამოთ. ხვალ დილამდე გავძლებთ რა და ხვალ საუზმე გვაქვს აღებული და გემრიელად შევჭამთ და გაჩვენებთ როგორი საუზმე იქნება. გათენდა მეგობრებო, საკმაოდ ციოდა ღამით და ყველაფერი მოყინულია, მაგრამ მზე გამოდის ნელ-ნელა. და ეხლა ჩვენ ვისაუზმებთ, თქვენს გაჩვენებთ როგორი საუზმე აქვს სასტუმროს, რამდენად მოგვეწონება და მერე გავალთ საკმაოდ შორს ვართ ცენტრიდან როგორც მიხვდით და ორი ტრანსპორტის გამოცვლის შემდეგ მივალთ ცენტრში დავათვალიერებთ და თქვენს ყველაფერს გაჩვენებთ. აქ არის სტანდარტულად ყველი და ძეხვი როგორც არის ხოლმე, აქეთ არის სალათის ასაწყობად კიტრი და პომიდორი, აქეთ ვხედავ იოგურტებს, აი ასე. აქეთ არის სერიალს, ვისაც უყვარს. აქ არის კარაქი, მე მგონი ეს რაღაც სპრედი არის. პურის გასახუხად აპარატი, აქ რომელსაც გინდა აირჩევ. აქ პაწია პურები, თუ ჩირი გესიამოვნებათან თხილეული დილით. აქ არის სუხარები, როგორც მივხვდი. წინ გვაქვს წვენი. აქეთ არის ჯემი, ნუთელაც გვაქვს. ეს არის
სიროფები თუ არ ვწდები, თაფლი და კრუასანები. აი ამით სრულდება. აქ pickles, ეს არ ვიცი რა არის, ესეც არ ვიცი რა არის. მოდი ვნახოთ. ვერ მივხვდი, არ ვიცი. ხო, ნახოთ, აბა მე მგონი მეც კვერთხს ავიღებ და სალატს. გამოვიცვალეთ და მოვემზადეთ, რომ გავიდეთ და დავათვალიეროთ და ავითვისოთ ქალაქი და მიუნხენის წყალზე ამბობდნენ, რომ ძალიან აშრობსო, ძალიან ცუდი ხარისხის წყალი არისო და თმებს ანადგურებსო, მაგრამ ჩემი თბები ასეთი რბილი არასდროს ყოფილა, ძალიან დამირბილა პაატასაც და არ ვიცი ეს წყალს უნდა დავაბრალოთ თუ სასტუმროში რომელი შამპუნიც დაგხვდა მაგას, იმიტომ რომ მართლა იგრძნობა განსხვავება. მარიენპლაცის მოედნის დასათვალიერებლად მოვედით. ეხლა ვართ შიგნით შემოსულები. ულამაზესია ყველაფერი და ეს ლომები გვყავდა ვიდეოებში ნანახი და რა თქმა უნდა ფოტო უნდა გადამეღო და გადავიღე და ესეთი პაწაწუნა ნაძვის ხეც დგას. ეხლა გავიდეთ ისევ გარეთ. გამოვედით ეხლა მოედანზე და 12 საკრია 3 წუთი. და 12-ზე უნდა დარეკოს მე მგონი ზარმა, ზუსტად არ ვიცი, ძალიან ბევრი ხალხი არის აქ შეკრებილი და ერთ ადგილას დგანან ესე ჩამწკრებულები და უყურებენ და სავარაუდოდ მაგას ელოდებიან და ჩვენც დაველოდებით. აი ეხლა დაიწყო. ყველა რო გაჩუმდა ერთიანად. იქ ნახეთ ის ფიგურები, ტრიალი დაიწყეს. შავმაგარია. ის ზემოთ ფიგურების ცეკვა მორჩა, ეხლა დაიწყეს ქვემოთ ფიგურებმა. როგორც უკვე გითხარით, მეგობრებო, ეხლა ვართ მარიენპლაცის მოედანზე. ეს არის წმინდა მარიამის სვეტი, რომელიც არის მიუნხენის მთავარ წმინდანად ცნობილი. და ეს ძეგლი დადგეს 1628 წელს. 30 წლიანი ომი ჰქონდათ შვედეთთან და ამ ოკუპაციის დამარცხების სიმბოლოდ დადგეს შემდეგ ეს მონუმენტი და აქ პატარა ფიგურებს ხო ხედავთ, 4 პატარა ფიგურა არის. ეს სხვადასხვა სირთულეებზე გამარჯვებას გულისხმობს, ანუ მაგისი სიმბოლო არის და ძალიან ლამაზია. ზემოთ საათი როგორც უკვე ნახეთ და ეხლა რაც შეეხება ამ წარმოდგენას, რასაც ვუყურეთ. ზედა იარუსზე იყო ქორწილის წარმოდგენა, ვილჰელმ მეხუთის გახმაურებული ქორწილი იყო ეგ და დადგეს ასე ვთქვათ ორი რაინდის შებრძოლების სცენა, ერთ-ერთი იყო ბავარიელი და ეგ სცენა ყოველთვის სრულდება ხოლმე ბავარიელი რაინდის გამარჯვებით. ხოლო მეორე იარუსი, აი ქვემოთ უკვე ესენი რო ცეკვავდნენ, ეგ ცეკვა იყო შავი ჭირის დროს მიუნხენის ასე ვთქვათ სიმტკიცის სიმბოლო და მაგ შავ ჭირზე გამარჯვების სიმბოლოდ ესე ცეკვავენ ხოლმე ყოველ 12 საათზე. წარმოდგენას გრძელდება ხოლმე 15 წუთი, ახლა უკვე დასრულდა და თურმე დღეს კიდევ იქნება ერთი წარმოდგენა, ეგ იქნება უკვე საღამოს 9 საათზე და ბავშვის დაძინების წარმოდგენა არის, რაღაცა ჰანგები იქნება ჩართული და იმის ფონზე დააძინებენ ბავშვს. არ ვიცი რამდენად ვიქნებით აქ საღამოს 9 საათზე, მაგრამ ეს წარმოდგენა ძალიან სასიამოვნო საყურებელი იყო. აქვე მოედანზე შეხვდებით აი ამ შადრევანს, რომელსაც უწოდებენ თევზის შადრევანს. ნახეთ თევზი? აი აქ ხურდა უნდა ჩააგდო და სურვილი ჩაიფიქრო. მოდი პირველი იყოს პაატა. აბა მოემზადე. ესეც ასე, ეხლა ჩემი ჯერია. უეჭველი აქ რო ჩააგდე 100%-იანი ასრულდება. აქვე მოედანზე არის ტკბილეულის მაღაზია და შემოვიჭყიდეთ. არის საოცარი მრავალფეროვნება. ამას შეხედეთ ნამცხრები, ქადები, ორცხობილები. ვაიმე როგორი დონატებია ხალხო ნახეთ. ყველაფერი ჩანს უგემრიელესი. იქით არის სპაცია ტორტები, ძალიან ბევრი ხალხია. რიგიც საკმაოდ დიდია. აქ ჩადგომას არ ვაპირებ ახლა მე. მაგრამ საოცრებებია. ამ ყველაფერს ხედავთ ხო? ვაიმე რა კარგია. აქ საჭველიც აქვს უშუალოდ. ასევე მოედანზე არის ეს მაღაზია, პირდაპირ აი აქ წინ. როგორც მივხვდი არის ნაყინების მაღაზია, იმიტომ რომ ყველგან ნაყინებია ჩამოკიდებული, მაგრამ აქეთ შოკოლადებიც გვაქვს. საოცრად ლამაზი შეფუთვებია. ნიამ. აქ შოკოლადის ფილები.
ესეთ ულამაზეს შეფუთვებში. აი ამას შევჭამდი. ნახეთ რამდენი თხილი აქვს. ძალიან კარგად გამოიყურება. სხვათა შორის მეგობრებო, ნაძვის ხეს ვერ ვპოულობთ. ეხლა დავსერჩეთ ქრისმას მარკეტი და როგორც ჩანს ეს არის საშობაო სოფელი, აქ მოგვიყვანა მეპმა, მაგრამ ნაძვის ხე არ დგას და ვარაუდობთ რომ ეს არის ამათი ნაძვის ხე. ალბათ, არ ვიცი, მაგრამ ხო იცით რომ აქ უნდა შევხვდეთ 31-ში აქ უნდა ვიყოთ და ვეძებთ რაღაცა კარგ ადგილს, სადაც მოვალთ 31-ში ღამით და შევხვდებით ახალ წელს. ჯერჯერობით ეს არის ერთ-ერთი ვერსია, მაგრამ იქნებ უკეთესიც ვნახოთ. ეხლა შემოვედით მოლში და უშუალოდ შიგნით ნახეთ როგორი მაგიდა და სკამებია. გადახურულია რო არ შეგცივდეს და თბილად იყო. თან არის სხვადასხვა რაოდენობით ადამიანებზე გათვლილი და გარშემო ესე საახალწლო გაწყობა შექმნილია. ეხლა იქ სხედან და მიირთმევენ. ძალიან საყვარლობაა. მეგობრებო, პატამ თავისნაირი დათუნიები ნახა. მუჩაობენ. ის ნახე კომპოსტოს ჭრის. ძალიან საყვარლობაა. დაახლოებით 10 წუთია მოვდივართ და მთავარ მოედანთან ძალიან ახლოს არის მაქს ჟოზეფის მოედანი, რომელიც ახლა რეკონსტრუქციას გადის, როგორც ხედავთ, მიმდინარეობს სამუშაოები და აქ არის ოპერა და თეატრიც. ეხლა გადავინაცვლებთ იქით ხარეს, იმიტომ რომ მგონი მხოლოდ ის ნაწილი დაგვრჩა სანახავი. ესეთ ტრამვაი მეგობრებო, რომელიც მოდრო ჩვეულებრივ მიუნხენში. პატარა ათვალიერებს აქ სკუტერების და პატარა მოტოების ფასებს 45 წუთი ნახა რომ ღირს 6 евро მაგალითად. მე მგონი ძალიან კარგი მისაღები ფასია და რა ვიცი ახლა საით წავიდეთ, არ ვიცი. მოვედით შემდეგ ლოკაციაზე, ეს არის ოდეონ პლაცი და როგორც წავიკითხე, მე-19 საუკუნის ნაგებობა არის. აქეთ ესეთი ლომები. შემოვედით ერთ-ერთ პარკში. ეხლა ცოტა ხანი უნდა დავისვენოთ, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანია ფეხით დავდივართ და ცოტა დავიღალეთ და მე გავაგრძელებთ კლასს. ესეც ჩვენი პარკი, ეხლა ჯერ დავისვენებთ და მე იქით უნდა გავაგრძელოთ სიარული, რომ ვნახოთ ინგლისური ბაღი. მოვედით ინგლისურ ბაღში ვართ და მართლა ძალიან ლამაზია ყველაფერი. ეხლა ვდგავართ ერთ-ერთი პატარა ტბის წინ, სადაც არიან ბატები და იხვები. და ძალიან ლამაზია ყველაფერი ნახეთ. რამდენიმე ისეთი განსხვავებული ბატი და იხვი დავინახეთ, რაც არასდროს გვინახავს ძალიან ფერადები და ძალიან განსხვავებულები. საკმაოდ დიდი ყოფილა ეს ბაღი, 9 ჰექტარზე მეტი ყოფილა და ქალაქის ცენტრალური ნაწილიდან რო იწყება, ჩრდილოეთამდე არის გადაჭიმული და აი მართლა ძალიან დიდ ფართობს ფარავს. ეს ბილიკი, სადაც ახლა ჩვენ ვდგავართ, არის როგორც საფეხმავლო, ასევე შეუძლიათ ველოსიპედისტებს გადაადგილონ და ჯამში არის 78 კილომეტრი. ძალიან გრძელია და არ ვიცი, ძალიან კარგი რეკრეაციული ზონა. საკმაოდ ბევრი ხალხია. მე მგონი ქალაქის ქუჩებში არ იყო ამდენი ხალხი, აქ რო არიან. გავისაიდებთ ახლა ნახავთ რაიმე განსხვავებული თუ ხდება, გარდა იმისა, რასაც უკვე კადრში ხედავთ. ამას უყურეთ, რითი ერთობიან. ეხლა ჩვენ ვართ ისევ ინგლისურ ბაღში. აქეთ გავიგეთ რომ რაღაც ხმაური იყო და თან დავინახეთ რომ უამრავი ხალხი იდგა. წამოვედით და თურმე რას უყურებენ. აი აქ ხიდიდან ანუ ხიდის ქვეშ ისე არის შექმნილი, ან ხელოვნურად არის, ან ბუნებრივად არ ვიცი, რომ შეგიძლია ამით გაერთო და სხვა შორის ბევრნი არიან, 5 თუ 6 არიან და ესე მონაცვლეობით ჩადიან წყალში. აი ახლა ეს ბიჭი ძალიან კარგად დადგა. ნახეთ. ვაი, ჩავარდა. ეს ტრიუკი არ უნდა გაგეკეთებინა მეგობარო, მანამდე კარგად მიდიოდა. ჩვენ ყველა ვლოგში ვამბობთ ხოლმე, რომელ ქვეყანაში რომელი მანქანა ჭარბობს და ეხლა ვაკვირდებოდით დღეს და უფრო მეტად გერმანიაში ჭარბობს Mercedes-ი და BMW. აი ძალიან ხშირად. ხო, ძალიან ხშირად ეგენი. მაგრამ ძალიან ხშირი Audi არ არის. უფრო ხშირი ის მანქანებია რა. აი რაღაცნაირი ტაკოები რო აქვს, ნახეთ, აი ეგეთი რა. ფურგონებია ვასალათ რა. ფურგონი აი ეს Volvo როგორიც არის ახლა. ეგეთები უფრო მოსწონთ როგორც მე ვეძახი ესეთ მანქანებს, საოჯახო მანქანებს რა, ტრაკი რო აქვს წაგრძელებული და აი ეგეთები არის ძალიან ბევრი. 10-დან 5-6 მანქანა მაინც ეგეთია. პატამ აღებინებს მე მგონი მეგობრებო ამ კადრს. ამაზე კარგი ჯერ არაფერი გვინახავს გერმანიაში და ვერ დაიჯერებთ რა მოგვივიდა. მოკლედ ქალაქში სეირნობას და დათვალიერებას და ყველაფერს მოვრჩით. წამოვედით ახლა და გუშინ ხო აგვერია გზა და საერთოდ სხვა უბანში მოვხვდით. Guess what? ისევ იგივე უბანში ვართ.
ისევ ჩემ დაყენებული სკროლი. ზუსტად როგორც დატოვა პაატამ, ზუსტად იგივენაირად დგას და ზუსტად როგორც იდგა ეს ველოსიპედიც, ესეც იგივენაირად დგას. ეხლა რა მოხდა? 230 ნომერს უნდა გავყოლოდით ყველა ვარიანტში, სასტუმროშიც ეგრე გვითხრეს, ანუ არაფერი დაუზუსტებელი ინფორმაცია ჩვენ არ გქონია, მაგრამ სასტუმროში ადმინისტრატორმა გითხრა, რომ 230 ნომერი არსებობსო, ერთ საწერიაო გარჩინგიო და ერთ საწერიაო ჰარიო. ხო და ჰარს არ გახვეთო რა, თქვენ გინდათო გარჩინგიო, რომ აქამდე მოხვიდეთო. ასე რომ დღეს კარგად დაკვირვებით, უფრო მეტად ვუყურებდით ავტობუს გარჩინგი ეწერებოდა თუ ჰარი, ანუ არც ერთი არ ვიცი რას ნიშნავს, მაგრამ იმ გოგომ გითხრა, რომ გარჩინგი უნდა ეწეროსო და ზუსტად გარჩინგს გამოვყევით. მაინც აქ მოვხვდით. ანუ რა ხდება, რა შეცდომა არის, ვერ გავიგე. არა და Google Maps-ში შევდივარ, ისიც მიწერს 230 ნომერ გარჩინგს გაყევი. ვერ ამოხსენი ეს ამოცანა, ალბათ კიდევ უნდა ვიყო აქ ერთი 2-3 კვირა რომ ეგ ამოცანა ამოხსნა, მაგრამ არ ვიცი, ამ ადგილს ვუყვარვართ, როგორც მივხვდი, იმიტომ რომ მეორედ მოვედით სრულიად შემთხვევით. და ეხლა ველოდებით ავტობუსს, რომ უკან წავიდეთ. პაატას ნამდვილად არ უჭირს ლოდინის პროცესი, როგორც ხედავთ მეგობრებო. კატაობს ერთობა, მე ისევ აქ მოვაყუდებ, თვალი ისევ შეგვეშლება და ისევ აქ მოვალთ. დავბრუნდით ეხლა სახლში, აი ეს არეულობა ხდება აქ, სენდვიჩებს ვაკეთებთ და ეს არის რაც ვიყიდეთ დღეს მარკეტში. არ გაჩვენეთ ფასები, იმიტომ რომ ეს მარკეტი იყო ცენტრალურ სადგურზე და მომატებული ფასები ჰქონდა, ანუ რეალურად ეს ფასები არ იქნება ჩვეულებრივ მარკეტებში, ამიტომ არ გადამიღია და ეხლა ვაკეთებ სენდვიჩებს ხვალისთვის. ასევე ვიყიდეთ პროტეინის პუდინგები, ასევე ეს ვიყიდეთ ერთჯერადი სუპები, ძეხვები და რაღაცები. ძალიან არაჯანსაღი რაღაცეები გვაქვს, მაგრამ ვინაიდან დღეს იყო კვირა, აბსოლუტურად ყველაფერი იყო დაკეტილი და იძლებული ვიყავით, რომ ეს ყველაფერი გვეყიდა. და უკვე იმდენი ძეხვი ვჭამი ამ ჩამოსვლისას, რომ საქართველოში რომ დავბრუნდებით, ორივე ვიძახით, რომ ძეხვს არ გავეკარებით რამდენიმე თვე, იმიტომ რომ ყელში ამოვიდა. გაცენდა მეგობრებო, დღეს საერთოდ სხვანაირი ამინდი გვაქვს. ანუ გუშინ ისეთი მზიანი და შედარებით თბილი დღე იყო და ღამით მოყინა. ეხლა ბურუსი არის ყველგან, ძალიან ცივა, აი გუშინდელთან შედარებით ძალიან დაეცა ტემპერატურა და ეხლა ბევრად უფრო თბილად ჩავიცვით. დღეს გვაქვს ძალიან ბევრი გეგმები, ძალიან ბევრი ლოკაცია უნდა მოვასწროთ და ვნახოთ, იმიტომ რომ ხვალ მივდივართ სხვა ქალაქში. და ძალიან მაგარი ამბავი გვაქვს, მოკლედ ქართველი გოგონა დამიკავშირდა, რომელმაც ნახა ინსტაგრამზე ჩემი სტორი და ეს გოგონა ცხოვრობს აქ, სხვა ქალაქში ცხოვრობს და დავხპატიჟა მე და პაატა, რომ მასთან და მის შეყვარებულთან ერთად შევხვდეთ ახალ წელს. ჩვენ რა თქმა უნდა არანაირი გეგმები არ გვქონდა ახალ წელთან დაკავშირებით, ისიც კი არ ვიცოდით სად უნდა შევხვედროდით, იმიტომ რომ როგორც ნახეთ გუშინ ვერაფერი ვერ ვიპოვეთ ქალაქში, არც რაიმე სამზადისი იყო სიტყვაზე, რომ რაღაცა კონცერტისთვის გვეფიქრა, რომ ემზადებოდნენ ან რაღაცა მსგავსი და არანაირი იდეა არ გქონდა და მათ შემოგთავაზეს, რომ მათთან ერთად შევხვედროდით. მიდიან თუ არ ვცდები ერთ კონკრეტულ ბარში და ჩვენც იქ წავალთ. ძალიან მიხარია, ვფიქრობ, რომ ძალიან მაგარ დროს გავატარებთ. და ვინაიდან ხვალიდან უკვე ამ ქალაქში აღარ ვიქნებით მიუნხენში, დღეს უნდა მოვასწროთ აბსოლუტურად ყველაფერი. ეხლა მოვედით გაჩერებაზე, რომელიც საკმაოდ ახლოს არის ჩვენ სასტუმროსთან, აი ამ შენობის უკან არის ჩვენი სასტუმრო და აქ არის უკვე გაჩერება და დღეს იგივე შეცდომა აღარ დავუშვათ. არ ვიცი, რაღაცას ვიზამთ. სხვაგან გადავუხვია მეგობრებო. ისევ შეცდომით აღმოჩნდით. ჩავდივართ ეხლა ამ გაჩერებაზე, რომ უკან გავბრუნდეთ. ჩამოვედით ეხლა და მე მგონი საბოლოოდ ამოვხსენით ამოცანა. სავარაუდოდ ჩვენი სასტუმროდან რომ ჩავიდეთ მეტრომდე, უნდა გავყვეთ გარჩინგს და მეტროდან რომ ამოვიდეთ ჩვენ სასტუმრომდე, უნდა გამოვყვეთ ჰარს. ანუ ეგ ყოფილა ყველაფრის თავი და თავი. ერთი წუთიც არ არის რაც ვდგავართ და გარჩინგი უკვე მოვიდა. ეს ძალიან დადებითი აქვს.
რომ თითქმის არ გვიწევს ხოლმე გაჩერებაზე ლოდინი. ძალიან სწრაფად დადიან ავტობუსები. აი მოვედით ისევ ჩვენი სასტუმროს წინ გაჩერებასთან და იმ ავტობუსში ვზივართ, წეღარო ეწერა 7 წუთი, რაც იმას ნიშნავს, რომ დრო არ დაგვიკარგავს, ისედაც აქ უნდა მდგარიყავით და ამ კონკრეტულ ავტობუსს უნდა დავლოდებოდით. უბრალოდ ცოტა გავიკატავეთ, ეგრე გამოდის. ჩავსხედით ახლა მატარებელში, მივდივართ რომ მეორე სადგურზე გადავჯდეთ და მინდოდა მეჩვენებინა როგორი წყნარია აქაური მეტრო. პატას ისე ველაპარაკები რომ არ ვუყვირი. რაღაც დავდივართ და არ იგრძნობა ვაფშე. ხო. ეხლა მივდივართ ალიანს არენაზე. ხათო მარიცის, მაგრამ აქ თამაშობს ფეხბურთის გუნდი ბაიერნი, მიუნხენის ბაიერნი. და ეხლა მივიყვან და ვაჩვენებ რა ხათოს დიდად ფეხბურთი არ უყვას, მაგრამ ცოტა დავაინტერესებ. მოვედით ხალხო, არის უზარმაზარი, ძალიან ლამაზია. საკმაოდ ცივა, გარშემონახეთ მთლიანად ნისლში ვართ. ჩვენ არ გვეგონათ, თუ გვექნებოდა შიგნით შესვლის საშუალება, მაგრამ ვინც მოდის ახლა ჩვენთან ერთად ტურისტები ყველანი შედიან. და როგორც ჩანს, მაგის შესაძლებლობა არის და მივყვებით ახლა ჩვენც. ძალიან მაგარია გაჩვენებთ შიგნითაც რა ხდება თუ შევედით. შემოვედით შიგნით. ეს არის მაღაზია. საცმელი იყიდება, შარფები. ბას ხო არ ვიყიდოთ რამე. გველაპარაკეთ, ჩვენ არ ვიცით აქ რა ხდება და. ეს ჩემპიონთა ლიგის თასია. ვაუ. ძალიან მაგარია. მეგობრებო, აქ ვერ გიხსნით რა არის, იმიტომ რომ მე თვითონაც არ ვიცი და უბრალოდ გათვალიერებინებთ რა. აი, აქ შემოვედით. ნახეთ, ღამით ესეთი ლამაზი იქნებოდა. ჩვენ უბრალოდ დღისით მოვედით. ვაუ, ძალიან ლამაზია. მოდი. ხედის სანახავად შემოვედით ახლა მაგის გარეშე როგორ წავიდოდით აქედან. სტადიონს უნდა გადავხედოთ. აუ, აქ თამაშის ყურება მაგარი იქნება ძალიან. ვაუ, ძალიან მაგარია. რომხელა. ბას ფოტოები გადავიღოთ აქ. არ ვარ ცოტანი, სხვათა შორის ნახე იქითაც ხალხი. სულ ტურისტები, რა თქმა უნდა. ძალიან საინტერესო იყო საბოლოო ჯამში. პატა ისეთი ბედნიერია და ისეთ ამბავშია, რომ ნამდვილად ღირდა აქ მოსვლა მიუხედავად ესეთი ამინდისა. პირიქით რაღაცნაირად უხდება კიდეც ამ ყველაფერს და ეხლა წავედით შემდეგ ლოკაციაზე. მე მგონი სასტუმროა და არც ამ სასტუმროში დარჩენას არ ვისურვებდი. ძალიან ქრიფი არ არის ხალხო. უბრალოდ მე მაქვს რაღაც არ ვიცი რომ მე მგონი ფობიაც არის ძალიან დიდი ნივთების ძალიან დიდი ფორმის რაღაცეების რა ხო და აი ეს რაღაცები ძალიან არ მეკომფორტულება არ მოუწონს ეხლა სანამ შემდეგ ლოკაციაზე წავალთ შემოვედით მარკეტ ლიდლში ლიდლი ვიცით იქიდან რომ ლატვიაში იყო და იქ შევდიოდით ხოლმე და ძალიან კაი ფასები იყო და ეხლა გაჩვენებთ აქ როგორი ფასებია ჯერჯერობით რასაც ვუყურებ კარგი ფასებია საკმაოდ ხელმისაწვდომი დაბალი ფასები და მოდით რაღაცა კონკრეტულები ვნახოთ აი მაგალითად მაკარონი 79 ცენტი 1 ევროც არ არის ხო ესე იგი 99 ცენტი ტომატი ვაუ იაფია აქეთ არის უკვე ბოსტნეული 1 და 69 კილოგრამი კილოგრამის ფასები აწერია პომიდორი 95 ცენტი ეს ერთი ცალი ვაუ ეს ჩვენ შეიძლება ლიდლზე კიდე უფრო იაფიანი მარკეტიც იყო საგანმანათლებლო რაც შეხვდა იქ შემოვედი და გუშინსადაც ვიყავით ის ძალიან ძვირიანი იყო რა ბას ამას შეხედე 27 ცენტი ღირს იქ არის ევრო და 50 და ცენტრალური ევრო და 79 ეს ნახეთ როგორი სახალხო შეფუთვებია რა საყვარლობა ხო გავტესტოთ ჩვენ გვიყვარს ხოლმე ენერგეტიკების გატესტვა აქ არის აქ არის მე მგონი მხოლოდ აქეთ არის უკვე ხლებცი
ტკბილეული 2.19. აი, ტკბილეულის ფასები მაოცებს ხოლმე, იმდენ დაბალია ხოლმე. აი, ნახეთ, ხა ეს თლიანი შეფუთვა 2.29, 500 გრამიანი შეფუთვა. ჟელიბონები ჩვენთან რო ცეცხლის ფასი აქვს, აქ 1.19 ღირს. თან როგორ მიყვარს. აუ, მოდი ერთი კონკრეტული ავარჩიოთ, განსხვავებული, რაც ჩვენთან არ გინახავს, გვანცას უნდა წავუღო. გვანცას ძალიან უყვარს ჟელიბონები და მინდა რომ ერთი აქედან წავუღო. 2 ევროი ხეთ. ეს მე მგონი ჩვენთანაც არის არა? აი ეს არის ცოტა განსხვავებული, ჩვენთან არ შემიმჩნევია და გვანცას წავუღებ, კიდე ავურჩევ რამეს. ეს ტკბილეული ვნახე ახლა, არ მგონია ეს ჟელიბონი იყოს, რაღაცა ყუთებში არის გახვეული და ვერ მივხვდი რა არის, იმიტომ რომ არასდროს არ მინახავს ჩვენთან, მაგრამ ვფიქრობ რაღაცა ძალიან გემრიელი იქნება. ნახეთ როგორი ყუთები დევს შიგნით და ეს იქნება მე მგონი ცოტა მომჟაო. ეს ორი შევარჩიე, ეს იმიტომ რომ კოლა აწერია და ეს იმიტომ რომ მგონია ცოტა მომჟაო იქნება და გვანცას უყვარს მომჟაოები ძალიან, ამიტომ ამებს ავიღებ. ამას შეხედეთ, შოკოლადის ფილები 79 ცენტი. აუ, ხო არ წავიღოთ. მუშისებზე აბა მოვედით ახლა ცომეულთან 65 ცენტი 89 29 ის კრუასანები თუ რაც არის. ეს საერთოდ 19 პატარა ბულკები. 1 ევრო ისა. პაწია მინი პიცები 45 ცენტი. ამას შეხედეთ, რამხელა პუდინგია. 500 გრამიანი შეფუთვა არის და ფასი არის 1.59. 500 გრამიანი შეფუთვა. 200 გრამი ორაგული, 1.99. აუ, აქ რა მარტივი და იაფია ჯანსაღი ყვება. აი 100 გრამი, ევრო და 29. სუსუშებს გავაკეთებდით ხოლმე. ჩიფსების მოყვარულებო. 1.69. ქვენი 64, 1.69 Pringles. საერთოდ ეს არომატი 99 ცენტი. ეს არომატიც 99 ცენტი. 88 ცენტი. 88 ცენტი ღირს ეგ მაგხელა? ვაუ. ნუტელა, აი ესეთ უდიდეს შეფუთვაში 1 კილოგრამიანში 6.29. ალკოჰოლურ სასმელებში ამ ფასებს ნამდვილად არ ველოდი, მეგონა რომ აქ მაინც იქნებოდა სიძვირე, მაგრამ აი ეს ბოთლი 2.69, 2.79, 3.59 აქ ფასტაკლება 3.29. ეს ამხელა შეფუთვები, მხოლოდ 2.79. აბა მოვედით ლუდთან რა ხდება. 95 ცენტი, 2.69, იქაც 2.69. ხო, შეფუთვარი 1 ლიტრიანი. ჩვენ ჯერ არ დაგვილევია და პატას ვეუბნებოდი სიფრთხილეა მეთქი, იმიტომ რომ გერმანიაში ვართ შემოსულები და ლუდი არ დაგვილევია, მაგრამ რო არ ვსვავთ არც ერთი და არ ვეტანებით, არც კი გაგხსენებია ეგ ამბავი და სავარაუდოდ ხვალ დავლებთ. უამრავი რამ ავარჩიეთ. ამას შეხედეთ, აქ კიდე არ ჩანს საქართველოში წამოსაღები რაღაცეები, ეგ ისინი რომ გავაკეთოთ სენდვიჩები, ლორი ვიყიდეთ, იქ ძეხვი, ყველი, ყველაფერი პროტეინის პუდინგების და 12 ევრო გადავიხადე. გამოვშტერდი. მოვედით ახლა მოლში, აქ ერთი კონკრეტული მიზნით მოვედით, უნდა ვიყიდო ახალი ტელეფონი. ერთი სული მაქვს. აუ რა კაია. ძალიან მინდოდა ახალი ტელეფონი. მოკლედ, ამ მოლში ძირითადად მოვედით იმ მიზნით, რომ შევიძინო ტელეფონი. ეს ტელეფონი უკვე საკმაოდ დამიბერდა და ეხლაც ვიდეოს გადაღების დროს, ვლოგის გადაღების დროს ძალიან წვალება მიწევს, იმიტომ რომ ძალიან სწრაფად ჯდება და ახლობით საათს ნახევარში ჯდება და ჩანთით და მაქვს power bank-ი, რომლითაც ყოველ საათ ნახევარში ან 2 საათში ერთხელ ტენი, რომ ვიდეოები გადავიღო და გერმანიის ვლოგი გქონდეს, თორე სხვანაირად გამორიცხულია, ვერაფერს ვერ გადავიღებდი. რამდენიმე თვის წინ რო გეკითხათ, ვაპირებდით თუ არა ახალი ტელეფონის ყიდვას, გეტყოდით რომ არა, იმიტომ რომ ამის საჭიროება არ იყო, მაგრამ საჭიროება გაჩნდა მას შემდეგ, რაც გავხსენი სტუდია. პირველ რიგში ის მიშლის ხელს, რომ ძალიან სწრაფად ჯდება და მეორე ის, რომ პროგრამებზე მუშაობის დროს, რაც მაქვს ხოლმე სტუდიაში, საჭირო არის 2 ტელეფონი, ანუ ეფექტურად და სწრაფად რო იმუშაო, 2 ტელეფონი უნდა გედოს და ისე უნდა იმუშაო და აი ამ ერთი ტელეფონით ძალიან მიჭირდა მუშაობა. მეორე პრობლემა ის არის, რომ ძალიან ცოტა მეხსიერება აქვს და არაფრის ადგილი არ მაქვს ხოლმე ტელეფონში საერთოდ და ეგ კიდე ცალკე პრობლემას მიქნის. ასე რომ საახალწლოდ გადავწყვიტე, რომ ჩემი თავისთვის გამეკეთებინა საჩუქარი და მეყიდა ახალი ტელეფონი. ვიყავით უკვე მაღაზიაში, რამდენიმე კადრი გადავიღე, მაგრამ კონსულტანტმა მითხრა, რომ არ შეიძლებოდა გადაღება. iPhone 16 Pro Max-ის შეძენას ვფიქრობდი, მაგრამ Pro Max-ი ხელში იყო ძალიან დიდი და არ მომეწონა, მაგ ხელა ტელეფონს ვერ გამოვიყენებ.
ამიტომ გადავწყვიტე რომ ვიყიდოთ 16 Pro. წავალთ ახლა შევალთ, ვიყიდით და მერე გაჩვენებთ. ვიყიდე, ჩანთაში მიდეს უკვე უკან ზურგ ჩანთაში. ძალიან ის უსაფრთხო ადგილას და მაინც ესე ხელი მაქვს მოკიდებული ზურგ ჩანთისთვის. მოკლედ გახსნა არ შეიძლება, სანამ სათვალზე არ გადავიტანთ. ამიტომ ეხლა ვერ გამოვიყენებ, ხოლო საქართველოში დაბრუნების შემდეგ შემიძლია რომ გავხსნა, მაგრამ ისეთი მედლიერი ვარ და ისე მიხარია რომ აი არ ვიცი. ეხლა შემოვედით სამკაულების მაღაზიაში ახალი ბეჭდები მინდა. და ვლოგის ბოლოს სახლში რომ დავბრუნდები, გავაკეთებ აუცილებლად ტელეფონის unboxing-ს, გამოწერილი მაქვს ძალიან საყვარელი кейსები და მაგასაც გაჩვენებთ. მომეწონა მოლი, საკმაოდ დიდი და ლამაზია. ძალიან ბევრი მაღაზია არის. ლამაზადაც არის მორთული. უბრალოდ ხელმისაწვდომი ფასები აქ ნაკლებად არის რა. ამას შეხედეთ ხალხო სად ვართ. სპორტული საკვები დანამატების მაღაზიაში ვართ და მე და პატა რომ მუშაობდით 5 წლის წინ, აი ზუსტად იმ ბრენდის პროდუქცია არის, ანუ ეხლა აქ რასაც ხედავთ, ყველაფრის შემადგენლობა ვიცით ზეპირად. საქართველოში ჩვენ ვარეკლამებდით ამ პროდუქციას. და ანუ რამდენი ღირს ახლა საქართველოში? 350 ლარი და აღდის 80 ევრო. ზერობარები, ამათთან ერთად ფოტოები მაქვს გადაღებული ბათუმში პლიაჟზე. 240. სიგიჟეა, აუცან მიყვარს. ესენიც მახსოვს, ესენი დიდ მებშიც იყო, ბედროებშიც იყო ხოლმე. ის შეიკერების სახლში მაქვს, ის ცისფერი შეიკერიც მქონდა, ვარდისფერიც მქონდა. ყველაფერი მქონდა აქედან, რასაც უყურებთ. ესეც მქონდა. 36 ევრო ღირს, ჩვენთან 150 და რაღაც ლარი ღირს. ეს არის ძალიან მაგარი ენერგეტიკი, რო იცოდეთ ხალხო, აი ძალიან მაგარი და მაგარი შემადგენლობით ძალიან. ესეც მქონდა და ჩემი ფავორიტი იყო კივი ლაიმის არომატი, საოცარი გემო ჰქონდა, ტროპიკალ ფრუტის ძალიან კაი იყო. და არ ვიცი, აი ამ ბრენდის პროდუქციაზე ვგიჟდები, ისე მიყვარს ყველაფერი, იმიტომ რომ ძალიან სუფთა პროდუქციაა რა. და ეხლა რომ მოვდიოდით მოლში და ეს მაღაზია რომ დავინახეთ, ძალიან გაგვიხარდა. ეს არის მეგობრებო ნაყინებში ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი გემო, არის პიტნა და შოკოლადი ერთად. და არ ვიცი, ვისაც ვიცნობ, არავის ეს გემო არ მოსწონს, მათ შორის პატას საერთოდ არ ევასება. საზიზღრობა. ამბობს რომ კბილის პასტის გემო აქვს და ვერ შევეწირა აღბდაგები, იმიტომ რომ მართლა კბილის პასტის გემო აქვს. მაგრამ მე რაღაცნაირად ძალიან მომწონს. ამიტომ მარტო მე შევჭამ. ახალი ქუდი დაიწყა ვაჟბატონმა. ეს ძველი. ეს ახალი, ეს ძველი უჭერდა უკვე და ნახეთ ახალი თარავამაზია. მოკლედ ახლა მოვედით მარიამპლაცის მოედანზე ისევ, როგორც გითხარით, ძალიან მინდოდა რომ მე ნახა ღამით, თან დღეს რაც უნდა გვენახა ასე თუ ისე ამოვწურეთ, მოლშიც ბევრი ვიარეთ და რო ამოვედით, ჩემს გაოცებას ვერ ვმალავდი, აი ულამაზესია. დღისით ხო ულამაზესი იყო, მაგრამ ღამით, აი საოცრებაა, შეხედეთ ხალხო. ეხლა 05-ზე მაქვს დაყენებული კამერა რა. ეს მას აფრჭებს ხარისხს მოიცა. აი ესე შეგახედებთ. ოდნავ ბნელი, როგორც ახლა მე ვხედავ. ეს ნაძვის ხე სრულიად უბრალო, ჩვეულებრივი ბუნებრივი ხე არის, რაღაცა დადგმული არ არის, ჩვეულებრივი ნაძვის ხეა და არის ულამაზესი. აქაურობა არის ულამაზესი. არ ვიცი, აქ ფოტო გვინდა უეჭველი. მოვედით ახლა ეს გახლავთ წმინდა პეტრეს ეკლესია. ნახეთ რა ლამაზია. ვიყავით წმინდა პეტრეს ეკლესიაში შესულები. ზუსტად იმ დროს შევედით, როდესაც იყო წირვა და იყო ულამაზესი. უბრალოდ იქ გადაღებას ნამდვილად ვერ დავიწყებდი. ძალიან სიფრთხილე იქნებოდა და აი ამ სილამაზით მხოლოდ ჩვენ დავტყვით და თუ არ ვწდები ერთი ფოტოს გადაღება მოვასწარი და იმას ჩავსვამ. ვიდეო არ გადამიღია. ძალიან ლამაზი ცერემონიალი იყო. ეხლა გამოვედით და მივდივართ სახალხო სოფლისკენ, რომელიც გუშინ ვნახეთ და ეხლა უკვე ღამეა, გააღეს რაღაცები და დაგათვალიერებინებთ. აუნთიათის ანძანაძვის ხე ესე გამოიყურება. ატრაქციონს უფრო გავს. აი ეს ატრაქციონი როა ვარდნა რო ადიხარ და მე ერთიანად რო გაგდებს. ხო გავს მაგას. პატა თუ დაიკარგება და უცებ ვეღარ ვხედავ, გავიხედავ, გამოვიხედავ და რაღაცა ლამაზი მანქანა რო დგას, იქ დგას პატაც. ესეც ჩვენი სახალხო სოფელი, ესე ლამაზად არის განათებული და აქ უკვე რაღაცა გემრიელობებს ჭამენ. ლუდის სუნი დგას ყველგან. უმეტესწილად ეხლა რასაც ვაკვირდები, დაკეტილია. მეგობრებო, უმეტესად რაღაცები ეს დაკეტილია.
ეს დაკეტილია, ესეც დაკეტილია. იქ სასმელი აქვს და ნუ ბუნებრივია რომ ღიაა. ის დაკეტილია, იქ დაკეტილია. აქეთ თუ სასმელი აქვს ღიაა, თუ არა და დაკეტილია. ანუ სასმელი აინტერესებს რა. რაც შევატყვეთ, აი მაგარი მსმელი ხალხი არიან, ან ნუდი ტრუპია ხალხი არიან. ყველგან სადაც ნუდი არის, ყველგან ხალხია, ვაუ. ხო. რუკის ამ რავე ისეთი ხდება იქ ვაფშე არავინ არა. რა დალევა რაღაც გართობა ეგეთი ხდება. თავის პონჩი მაშინ ალბათ. აი რაღაც შეხედე. პატარა რაღაცა სასმელების მაღაზიაა და ხალხია. ხო, ანუ ბევრ ხალხს თუ ხედავთ, ხვდებით რომ იქ ლუდია და სასმელია რა. იმიტომ რომ ეგ იზიდავს უმეტესწილად ხალხს. Prime time fitness-იო. Fitness რო ყველგან ხედავ, აი ნახეთ ხა აქედან. დავინახე რომ იქ fitness-ი ეწერა. დარბაზს არ ჰყავს არა და. გუშინ ვიყავით ერთ დარბაზში, ნახეთ, მოლში იყო და ერთჯერადი ვიზიტი 25 евро ღირდა და 50 евро პროსტა ერთი შესწვისთვის გადასახდელად დაგვენანა რა და არ შევიდით. ხო, ანუ 50 евро ერთჯერადად შეხვიდე დარბაზში, სადაც ხოლმე 1 საათს გაატარებ და არაფერი განსაკუთრებული არ იყო, დავიკიდეთ რა. არა და მე მიყვარს ხოლმე რომ შევდივარ და ნახულობ დარბაზს, მაგრამ time fitness-ი არის. 25 евро ერთი ვიზიტისთვის არის ძალიან ბევრი. არის ხოლმე ყოველთვის 10 евро, მაქსიმუმ 15 ყოფილა ხოლმე. ძალიან პატარა დარბაზია. აი ნახეთ, აქ არის ეკრანი და მან ჩანს როგორი დარბაზია, თორე ისე გარედან არ ჩანს როგორია. მოვედით შემდეგ ლოკაციაზე, ეს გახლავთ ჯულიეტას ქანდაკება და ესე ამბობენ, რომ აი აქ მარჯვენა მკერდზე უნდა შეეხო ხელით და სიყვარული გეწევა აუცილებლად. რა სიტყვებო? მე უკვე ნაწოვი მაქვს და ნაწოვი გაქვს უკვე? ძალიან ახლოს არის? ხო, მიყვარს იმ დღეს რო ვერ დავინახეთ, აქეთ ხარ ეს არ გამოგვიხედავს ეთყობა. აი პირდაპირ მოედნის წინ არის აქ რა. უბრალოდ იმ დღეს ვერ დავინახეთ. ვნახეთ ვიღაცას სახში რა საყვარლობა აქვს გაკეთებული. ერთი აქ არის წამგორებული. ერთი იქ ადის კედელზე და ერთი იქსის. ამას ნახე, ისინიც აქვს, კურდღელიც აქვს და ბაცია დათუნიების, რომლებიც ხეზე ადიან. რა საყვარლობა. ძალიან საინტერესო ადამიანი იქნება ამის გაუკეთებელი. ძალიან დავიღალეთ, მოკლედ, ეხლა არის 12:05 წუთი, დილიდან ვართ გამოსულები და სახში არ მივსულვართ, სახში რა სასტუმროში არ მივსულვართ მთელი დღის მანძილზე და ხათოს მოშიბდა და ვეღარ მოითმინა სახლამდე და სენდვიჩებს ჭამს გზაში. და მოკლედ დღეს დავიღალეთ და ხვალიდან დაგიბრუნდებით რა. გათენდა მეგობრებო და დილით რო გამოვიხედე ძალიან გამეხარდა, იმიტომ რომ დღევანდელი დღე ისეთი ნისლიანი არ არის როგორც გუშინდელი, მზე გამოვიდა ძალიან კაი ამინდია და ეხლა უნდა ვისაუზმოთ. ვარ მოტოციკლეტი. ხომ არ ყავს? სალამი მეგობრებო, ეს არის ნინი, რომელსაც გიყვებოდით გუშინ, ჩვენი მასპინძელი. ჩამოვედით ახლა ვართ რეგენსბურგში და მივდივართ წმინდა პეტრეს ტაძარში. დავათვალიერებთ, ქალაქსაც გაჩვენებთ. პირველი შთაბეჭდილება არის ძალიან კარგი, მოგვეწონა. და აი ახლა ამ ქუჩაზე ვართ და ნახეთ რა სილამაზეა. ლატვიის ვაიბი მოაქვს ძალიან, იქ იყო ესეთი ვიწრო ქუჩები და ესეთი შენობები და არის ულამაზესი. შემოვედით შიგნით. ასე გამოიყურება. ნაცვის ხეები აქვთ იქით. ფრესკები ნახეთ. ფანჯრები აი ძალიან ლამაზია. დავათვალიერეთ ეკლესია, ახლა გამოვედით და გარეთ ვიღებთ სემფებს. მიზანი რა გვაქვს, ნინი? Steinen Brücke. ხიდზე მივდივართ. მეგობრებო, პატასნაირი დათვი. გადავდივართ ახლა აი ამ ხიდზე. ძალიან ლამაზია ქალაქი. ნინიმ შემოგვიყვანა აი აქ სუვენირების მაღაზიაში რაღაცები იყიდება და მაგნიტი ხომ იმაქვს ხოლმე ყველა ვარიანტში, სადაც მოგზაურობ, ერთი მაგნიტი მიმაქვს ხოლმე და ეს მომეწონა ყველაზე მეტად. აქაურობას ყველაზე კარგად ასახავს და ეს შევიძინე. შემოვედით ახლა ყველაფრის მაღაზია არის აქ ერთად სათამაშოები, ყუთები, შესაფუთი ქაღალდები, ჭიქები, ბრელოკები და ეს შევარჩიე. ცოტა უფრო გერმანული მინდოდა, აი რომ გამახსენოს რომ გერმანიაში ვიყიდე, მაგრამ
რაღაცა ეგეთი არ იყო. ხო და საბოლოოდ ეს გადაწყვიტე. ჩემი სახელის პირველი ასო აწერია და თან რაღაცნაირი ლამაზი ესთეტიური ჭიქა მომწონს. ვიყავით მოლში, შევიარეთ რამდენიმე მაღაზიაში. ამასობაში მოვიდა ნინის მეგობარიც და ეხლა გამოვედით აქ გაჩერებაზე, ველოდებით ავტობუსს და უნდა წავიდეთ სახლში. მოვედით სახლში, აი ამ უბანში ცხოვრობს ნინი. ძალიან საყვარელი ბაწნა სახლია, ძალიან მომეწონა. ეს არის აივანი. და აქ ვართ ჩვენ. ხო გიყვართ. არ გამისინჯავს. ანუ ეს იმას ნამოყოლზე მიდანა. ოკეი. ისინი ნიშნავს. ანუ ნინის გაწყობილი სუფრა არის საოცრება, ხალხო ამას შეხედეთ როგორ ლამაზად აწყობს. პირველი უკვე მივირთვით გოგრის სუპი და იყო უგემრიელესი და ეს არის უკვე მეორე. აბა გასინჯებადა. ცოტა ხანში გავსინჯავ. ჯერ ამას უთქვა გჭირდება. ის იმდენად გემრიელი იყო, რომ თუ მოგვენატრება უეჭველი საქართველოშიც გავაკეთებ. ჯერ არის 5-18 წუთი და ნახეთ უკვე იწყებს დაბნელებას. და ჩვენ ესე თბილად 7-9 ვართ და ვსადილობთ. კარგად იდეალურად არის მომზადებული. ეს ზემოდან აქვს წვანილების კანადი ეგრეთია რა. აჰა. იურე ცოტა ცხარიაო ეს. ვიცი, გერმანელებისთვის ყველაფერი ცხარეა. ჩემთვისაც ცხარი საჭამ ხოლმე, მაგრამ ისეთი არა, რომ შემოწუხებელი იყოს. მე პირველი ისიც ხარისაც ინტოს ვერ ვაყრე ხოლმე პირველს. მე კიდევ ვერ მომივიდა იმ ან რომ მიყვარს ხარ უკვე ვეხავ გცნობ ხოლმე რომ ცხარია გაიგე. ეს ხარიც არ არის. სოფია. Is this Hähnchen durch? კარგად არის მომზადებული ფილეც. შენი ოკარი იყო? ჭამს ეს ხორცს. ოკეი. დაინახსოვრე და ოღონდ რომელი რამეს. და კიდე კაი ვიდეო წენა გადაიღოვო. ისე ჩართული ვარ მე. თან ნახე სადღაც. ვაი, მე საერთოდ არ ველოდი, ხალხო არ ვიცი ამ გოგომ როდის მოასწრო. მაგრამ საჩუქრები დაგვახვედრა მე და პატას. გახსენი? ვაი! საყვარლობა. უამას მაინჩენ შეჭამ ხო? შეგიჭამ კი. წინდები. ჩემი წინდები წამართვა. პატა და ძალიან დრომილი იყო. ხათოს ვართ მე ხოლმე ხო? ეს პროტეინ ბარები. მაგიტომ გიცი. არის ჩვენი ყველა სტანტა. აი მე. უშსასხი. საყვარლობა. ოღონდ გერმანია. ახალი წერია. მოკლედ მეგობრებო, ეხლა გერმანიაში 9 საკლია 5 წუთი. საქართველოში 12 საკლია 5 წუთი. და ჩვენ ქართული დროით აღნიშნავთ ახალ წელს, ანუ ქართულ ახალ წელს, თორე ჯერ გერმანიაში 12 საათი არ არის. ხმები ისმის, თურმე ქართველები აღნიშნავენ ხოლმე ქართული დროით და ეტყობა ქართველები ისვრიან ახლა ფეიერვერკს. იმიტომ რომ აქ ჯერ 9 საათია. ქართველები. გერმანელი კაცი საქართველოს დროშას აფრინავს. აბა. მე მირეკავს ვიღაც, მიროცავს უეჭველი. კარია. გადავუკიდოთ ერთი. ვერ გადავუკიდე. ნახავე? ერთი წავე? აი ნინი. დიდიც არა, დიდი ლეველია გა. No, es kilo tot. აი, ნამდვილი ქართველები რა. როგორც შეგვეფერება? ასევე. ეხლა უნდა გავიდეთ, ახალ წელს უნდა შევხვდეთ კლუბში და სანამ გავალთ, ვიღებთ ფოტოებს პოლაროიდით. აი ესეთი პატიწონე ფოტოები გამოდის მაგ კამერიდან და სამახსოვროდ სახლშიც უნდა წავიხოთ. გამოჩნდით უკვე. მართლა? ჯერ შეხედე. ჩას. რა საყვარლობა! ძალიან.
მოდი თქვენ ერთადაც გადავიღებთ. მოხლამდე ხო? თქვი. აქ ხო ეხლა ჯერ 11 საათის არ არის, მაგრამ საქართველოში დაახლოებით 2:30 იქნება და ისე გვეძინება. ვერ მოვასწარით აქაურ დროზე გადაწყობა და 2:30-ზე იქ ხა თბილისში უეჭველი გძინავს ხოლმე და ძართულია, მაგრამ ნინიმ ისეთი სიმღერები იქნებაო იქო და ისეთი ამბავი იქნება, რომ უცებ გამოფხიზლდებითო და ნახოთ აბა. ცოტა სიტბოაკ. გილოცავთ ახალ წელს მეგობრებო, დღეს არის 1 იანვარი. გუშინ კარგად გავერთეთ, მაგრამ ძალიან დაღლილები ვიყავით და სადღაც 2:30-ისკენ უკვე დავიშალეთ და წამოვედით სახლში და დღეს უკვე არის ჩვენი საქართველოში დაბრუნების დღე. პირველი ტრანსპორტი უკვე გამოვიცვალეთ. ეხლა ჩავდივართ მეორე ტრანსპორტში და სავარაუდოდ ხვალ ვიქნებით კახეთში. მინიმუმ გველოდება წინ 15 საათიანი გზა, მინიმუმ 20-მდე რა. 20 საათამდე. 20 საათამდე გზაში ყოფნა. ნახოთ. მეორე ტრანსპორტი მატარებელი მიუნხენის მიმართულებით. მესამე ტრანსპორტი მივდივართ მემინგენში. მეოთხე ტრანსპორტი მოვედით აეროპორტში. მეხუთე ტრანსპორტი მივფრინავთ ქუთაისში. მეექვსე ტრანსპორტი ავტობუსი, რომელთაც ქუთაისიდან უნდა წავიდეთ თბილისში. ეხლა ხმას ჩამოვფრინდით. მერვე ტრანსპორტი მეგობრებო, ჭიამაია. ეხლა ვაწყობთ რაღაცაებს, რომ წავიდეთ სოფელში. მაგრამ ახალი ტელევიზორი იყიდა სოფლის სახლისთვის, ეგ ჩავდეთ უკვე და მე მიმოქვს ერთი სტეპი, იმიტომ რომ სოფელში უნდა ვივარჯიშო. უსიკო! ხათო. ხო. აი, და წვანოს ფერიკო, ჩამოყვეთი მამო. ტესტები უნდა ჩაუტაროთ დღეს. მომიჭახუნე. აი, ნამდვილად ჯერ შენ გახსენე. ჩემი მე გავხსნით. როგორ მიყვარს. ნელავუ. ყველა სასიამოვნო. აუ, ძალიან კარგი ზომის არის. მოდი ხა. ჩემი გავხსნით. ოკეი. ჩემი არის ეს 24 ულტრა. მე და ხათო დავაჯირებთ ერთმანეთს. ო! ნაის. ჩემი უფრო ლამაზი გოგოა. არა, შენი ბიჭია, ჩემი გოგოა. ჩემი ბაზონა. დღეს არის 2 იანვარი და დაგვებედა ახალი ტელეფონები. რა თქმა უნდა, წინასწარ ვუყიდე ბრონი. ასევე ვუყიდე რამდენიმე кейსი, პირველი გამოიყურება ასე. ეს არის მეორე და ეს არის მესამე. ასევე ვუყიდე დამტენისთვის. დამტენი ყოველთვის გაფორმებული მაქვს ხოლმე და ეხლა ძველი ტელეფონის დამტენი გამოიყურება ასე. გულები აქვს და ძალიან ლამაზია. ახალი ტელეფონისთვის მექნება ესეთი. ნახეთ. ნაყინი. ესეთი ვარდისფერი. და ესეთი პოზაც უნდა ნაყინები კიდე ზემოდან. ვუყიდე კამერის დამცავი. ესეთი ჩამოსაკიდებლები, იმიტომ რომ ჩამოსაკიდებელი ძალიან მჭირდება ხოლმე დარბაზში. როგორ მოუხდა?
აქ დასრულდა მეგობრებო გერმანიის ვლოგი. მე ვიდეოები კახეთშიც გადავიღე, უბრალოდ ეს ვიდეო რომ ძალიან არ გაგვეწელოს. მე იმ ვიდეოებს ცალკე კახეთის ვლოგის სახით დავდებ და სანამ დასრულდება ეს ვიდეო, მინდა რომ პატარა კომენტარიც გავაკეთო გერმანიაზე, როგორც შვები ხოლმე ყოველთვის და დავიწყოთ. პირველ რიგში ვიტყვი გერმანელებზე, მოკლედ არაერთხელ მსმენია, რომ არიან უხეშები, ცივები, ცუდი დამოკიდებულება აქვთ ტურისტებთან, არ გესაუბრებიან ინგლისურად, არამედ აუცილებლად გერმანულად უნდა ესაუბრო. და რაღაცა მსგავსი კომენტარები მსმენია. ჩვენს შემთხვევაში არც ერთი მათგანი არ გამართლდა, საოცრად ზრდილობიანები არიან, ძალიან კულტურულები, გაწონასწორებულები. და მე რაც ვნახე, ძალიან კეთილშობილები არიან და მინდა რომ ერთი ესეთი შემთხვევა გავიხსენო. პირველ რიგში ინგლისური თითქმის ყველა მიცის. არსად პრობლემა არ შეგვქონია. ერთადერთი შემთხვევა გქონდა ავტობუსის მძღოლთან, ანუ აი ეს ამდენჯერ გაურკვევლობა რო გქონდა და რომ დავიკარგეთ ავტობუსის მძღოლს ვეკითხებოდი, რომ მეთქი რას ვაკეთებთ არასწორად მეპი ამას მიწერს, ჩვენ ამ ნომერს მივყვებით, სხვაგან მივდივართ, ანუ ვეკითხებოდი აზრს და ჩემი საუბარი გაიგო. მაგრამ თვითონ ეთყობა ვერ საუბრობდა ინგლისურად, მაგრამ აი იმდენად უნდოდა ჩვენი დახმარება, ორი დაკარგული ტურისტის დახმარება, რომ ტელეფონი ამოიღო, ტრანსლეიტი ჩართო და რაღაცები ჩაწერა იქ, რომ მე წამეკითხა და აი მართლა რაღაცას აკეთებდა, იქ თავისი საქმე გადადო და მაქსიმალურად ჩვენსკენ გადმოერთო, რომ დაგუხმარებოდა და აი არ ვიცი მე უსაყვარლესი, უკეთილშობილესი ხალხია. შემდეგი ფაქტორი, რაც უნდა იცოდეთ, ტემპერატურა, მოკლედ მე მეუბნებოდნენ, რომ იქნებოდა გაუსაძლისი სიცივე, მაგრამ მსგავსი არაფერი არ ყოფილა. სიცივე არის, უბრალოდ წავედი აქედან შეიარაღებული, ასე ვთქვათ, რომ მაგას დისკომფორტი არ შეექმნა ჩემთვის. ქვემოთ მეცვა სავარჯიშო ელასტიკი, რომელიც საკმაოდ ისეთია სქელი და გარედან მეცვა ჯინსი. ხოლო ზემოთ თერმოდათბილული ზედა მეცვა, გარედან თბილი ხუდი და ბოლოს გრძელი დუტის კურტკა, რომელიც აქ არ მაცვია ხოლმე, იმიტომ რომ მანქანაში ჩაჯდომის დროს, გადასვლის დროს არის ძალიან არაკომფორტული და მოუხერხებელი, მაგრამ ესე სამგზავროდ რომ მივდივართ ხოლმე ზამთარში, სიარულის დროს საერთოდ არ არის დისკომფორტის შექმნელი, პირიქით თავიდან ბოლომდე კარგად გათბობს და აი ეგ მეცვა და რა ვიცი, დისკომფორტი არ შეუქმნია მართლა. დავდიოდით, ერთადერთი აი სახე გვეყინებოდა ხოლმე ხანდახან, მაგრამ შიდა სივრცეში თუ შეხვიდოდი და ცოტა ხანი გათბებოდი, მე ისევ თავისუფლად გამოხვიდოდი, ასე რომ თუ წახვალთ ზამთრის პერიოდში, უბრალოდ კარგად თბილად ჩაცმულები წადით და სიცივე არ შეგაწუხებთ. ეხლა თვითონ ამ პერიოდზეც გეტყვით, როცა ჩვენ ვიყავით ჩასულები, ვერ გეტყვით, რომ იდეალურ დროს ჩავედით, იმიტომ რომ გერმანელებს არ ჰქონიათ ახალი წლის ესე გრანდიოზულად შეხვედრის ტრადიცია. სულ ერთი მაშხალა გაისროლეს ღამის 12 საათზე მგონი და ჩემთვის იყო შოკი ეგ, იმიტომ რომ აი ჩვენთან საქართველოში აბსოლუტურად ყველგან ყველა ჩართული არის ხოლმე, როდესაც 31 იანვარია და ღამის 12 საათი და აი თუნდაც ყველაზე ისეთ სოფლებშიც კი, სადაც აი თითო ორი სახლი დგას, მადაც კი ისეთი ამბავი ხდება ხოლმე და იქ მიუნხენში ცენტრში ერთი თუ ორი მაშხალა გაისროლეს. აი საერთოდ არ აინტერესებთ, მე მგონი მაგათ ახალი წელი. და შოქში ვიყავი, მეთქი რა ხდება, ხო, მე ნინიმ და თიმიმ გვითხრეს, რომ მათ არ აქვთ ესე განსაკუთრებულად ახალი წლის შეხვედრის ტრადიცია. მათთვის მნიშვნელოვანი არის შობა, რომელსაც აღნიშნავენ 25 დეკემბერს და 25-ში იყო ესენი ყველაფერი, რასაც ჩვენ ველოდებოდით, რომ იქნებოდა 31-ში და როგორც ასეთი პერიოდი იდეალური არ იყო, უბრალოდ მესხმა გზა არ მქონდა და არც პაატას, ჩვენ მხოლოდ მაგ პერიოდში გვაქვს ხოლმე შვებულება, აი 25-26-ის შემდეგ და აი 25-მდე ფიზიკურად ვერ ჩავიდოდით და იმ სილამაზეებს, იმ მორთულობას, რაც ქალაქში იყო და რაც ხდებოდა, სამწუხაროდ ვერ ვნახავდით, იმიტომ რომ მაგ პერიოდში ვმუშაობდით და თუ თქვენ გადაწყვეტ წასვლას, აი ამ საახალწლო პერიოდში, ჩემი რჩევა იქნება, რომ 25-მდე წახვიდეთ ყველა ვარიანტში, რომ ეს მორთული ქალაქის სილამაზე რაც ხდება, ყველაფერი განათებული როა და ყველა რო აღნიშნავს ამ დღესასწაულს, ეს ყველაფერი ნახოთ. 25-ის შემდეგ ახალი წელი მაგათ ნაკლებად აინტერესებთ და თითქმის უკვე იწყებდნენ ამ განათებების ჩამოხსნას, ნაძვის ხე მხოლოდ ერთი იყო ამ ხელა ქალაქში, ისიც ბუნებრივი ნაძვის ხე იყო და ძალიან სადად მორთული და აი თუ აი ეს საახალწლო განწყობა და საახალწლო სოფლები არის თქვენთვის პრიორიტეტი, აუცილებლად 25-მდე უნდა წახვიდეთ. ჩვენ კი ვიყავით საახალწლო სოფელში, მაგრამ აი თითქმის უფუნქციო იყო უკვე, აი ერთადერთი რასაც აკეთებდნენ, ლუდს სვამდნენ და ჭამდნენ.
ანუ ის სიტუაცია არ იყო, რაც არის ხოლმე საახალწლო სოფლებში და ეგეც თურმე იმიტომ მოხდა, რომ ჩვენ ჩავედით გვიან. 25-მდე უნდა ჩავსულიყავით. ამიტომ იცოდეთ უბრალოდ, რომ ეს გაითვალისწინოთ წასვლის შემთხვევაში. ღირსშესანიშნაობებს რაც შეეხება, საკმაოდ ბევრია მიუნხენში. 3-4 დღე ვფიქრობ, მაინც აბსოლუტურად საკმარისი იქნება, ესე რომ შეისვენოთ და ყველაფერი მშვიდად და წყნარად რომ დაათვალიეროთ. ჩვენ რამდენიმე ღირსშესანიშნაობა ვერ ვნახეთ, იმიტომ რომ როდესაც გვინდოდა წავსულიყავით მაგალითად მუზეუმებში, ეს მუზეუმები დაკეტილი დაგხვდა იმ კონკრეტულ დღეს. ერთ სასახლეში გვინდოდა შესვლა და რომ მივედით დაკეტილი დაგხვდა, მოკლედ აი გვიანობამდე არ ფუნქციონირებს მუზეუმები და სხვა ლოკაციები. ამიტომ დილიდანვე უნდა გახვიდეთ და მალევე უნდა მოინახულოთ ყველაფერი. თუ ვინმე გადაწყვეტთ ტექნიკის შეძენას, საკმაოდ კარგი ფასი ჰქონდა ყველაფერს. მე მაგალითად iPhone-ი იმაზე ნაკლებ ფასად ვიყიდე, ვიდრე იყიდებოდა საქართველოში და შემდეგ იქ აეროპორტში შეგიძლიათ შეავსოთ tax free დოკუმენტი, რომლის საშუალებითაც თანხა უკან დაგიბრუნდებათ. ეგ დოკუმენტი მე შევავსე, მაგრამ ჯერ თანხა უკან არ დამბრუნები არა და მითხრეს, რომ 2 კვირაში უნდა დაგიბრუნდესო და შეიძლება პირობითად მე რაღაცა არასწორად გავაკეთე და ჩემს შემთხვევაში ამან არ იმუშავა, მაგრამ ზოგადად თანხა უკან დაგიბრუნდებათ. რაც შეეხება თვითონ გერმანიას, რამდენად მოწესრიგებული ქვეყანაა და რამდენად კარგი არის ცხოვრების დონე, აი არ ვიცი ამაზე ჩემი კომენტარი მე მგონი არ არის საჭირო, მაგრამ მაინც გეტყვით, ძალიან კარგი პირობები არის ყველანაირად შექმნილი, საკვებზე ფასები არის ძალიან დაბალი, აი ყველასთვის ხელმისაწვდომი როა ისეთი და აი მთელი შენი ხელფასი რომ მაგაში არ დაგეხარჯება. აი ძალიან მინიმალური ფასები აქვს ყველაფერს, ჯანსაღი ყვება რასაც შევხედე და რაც ვნახე, ბევრად უფრო მარტივია, იმიტომ რომ ეს პროდუქტები რაც გვჭირდება და ჩვენთან ძალიან ძვირი ღირს, იქ ბევრად უფრო ხელმისაწვდომი იყო. ტრანსპორტი ძალიან მოწესრიგებულია, აი ეხლა გუშინ დამჭირდა მაგალითად ქალაქის ცენტრში გასვლა აქ თბილისში და ჩემთან გაჩერებაზე ვიდექი 25 წუთი ისეთ სიცივეში და ისეთ ყინვაში, რომ არ ვიცი, თუ გავუძლებდი არ მეგონა, მე ხო ძირითადად მანქანით დავდივარ ხოლმე და ეხლა და ეგ სიტუაცია დავიწყებული მაქვს, რასაც გადიხართ ის ადამიანები, ვინც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოძრაობთ და გუშინ ისეთ ადგილას მივდიოდი, რომ იქ მანქანით ვერ წავიდოდი დამოუკიდებლად და მომიწია ესე საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა და არ ვიცი, აი ძალიან მოუწესრიგებელი არის ჩვენთან. ამ ყინვაში და სიცივეში 25 წუთი რო ელოდები და მე თვითონ მგზავრობაც ძალიან არაკომფორტულია, იმიტომ რომ ხან ვის ეჯახები, ხან იმდენი ადამიანით გახართ, რომ ვერ ეტევი, აი არ ვიცი. მაგის ფონზე გერმანიაში ტრანსპორტი იყო ზემოწესრიგებული, 5 წუთზე მეტი ლოდინი არც ერთ გაჩერებაზე არ დაგჭირდა. ყოველ 5 წუთში დადიოდნენ ეს ავტობუსები, არ ვიცი მაგ ყველაფერს როგორ ახერხებენ და საკმაოდ დიდი ავტობუსებია, საკმაოდ ბევრი ადგილია და ხალხი არ არის იმდენი, ამიტომ რო ადიხარ, 2-3 ადამიანი შეიძლება მაქსიმუმ იყოს მთელს ავტობუსში. იმდენად სწრაფად დადის ეს ავტობუსები, რომ ფიზიკურად ვერ ასწრებს გავსებას. ხო და თვითონ მგზავრება არის ძალიან კომფორტული და რა ვიცი, აი ძალიან მომეწონა რა, ვისურვებდი რომ ჩვენთანაც ასე იყოს. და ბოლოს ამ მოგზაურობის მთავარი დადებითი რაც იყო, მაინც იყო ნინისა და თიმის გაცნობა. არ ვიცი, ბევრად უფრო მოსაწყენი მოგზაურობა გამოვიდოდა ალბათ ნინის რო არ მოეწერა ჩემთვის Instagram-ზე და ჩვენ უბრალოდ ქალაქში შევხვედროდით ახალ წელს, იმიტომ რომ როგორც გითხარით, არ აღნიშნავენ გერმანიაში ესე გრაციოზულად როგორც ჩვენ ვიცით ხოლმე აქ და ალბათ უბრალოდ ვიდგებოდით ცენტრში მე და პაატა ღამის 12 საათზე, იმიტომ რომ არანაირი კონცერტი, არანაირი ივენთი, არაფერი არ იყო აბსოლუტურად და ესე ვიდგებოდით, გახდებოდა 12 საათი, ორმაშხალას გაისროდნენ და მე წავიდოდით სასტუმროში უკან, ანუ ვერაფერს ვერ გავაკეთებდით და ნინისთან და თიმისთან ერთად წავედით იქ კლუბში ვიყავით, ვიცეკვეთ, გავერთეთ. მაგ კლუბში რო ვიყავით, უნდა ვაღიარო, რომ ყოველ წუთას, ყოველ წამს, აი ყველა მომენტში ველოდებოდი, რომ ეს ახალგაზრდები ერთმანეთს დასცხებდნენ და ატყდებოდა ჩხუბი. აი არ ვიცი, მართლა არ ვიცი ხალხო რატო ინსტინქტურად სულ ველოდებოდი მაგას, ჯერ მარტო რიგში რო ვიდექით და რო ველოდებოდით, როდის შევიდოდით, ნინის ვკითხე რომ მეთქი ნინი აქ არ ჩხუბობენ ხოლმე თქო, ანუ ასე მშვიდად რატო არიან რიგში, ჯერ რიგს ისე იცავენ და ერთმანეთს არ უხტებიან წინ და აი მაქსიმალურად მოწესრიგებულები არიან და გაწონასწორებულები, რომ ჯერ მაგაზე ვარ შოქში.
რომ ამდენი ხალხი ვიდექით და ერთი წინ ჩახტომის მცდელობაც კი არ იყო და მე იმაზე ვიყავი შოქში, რომ არ ჩხუბავდნენ. ანუ რაღაცნაირად მქონდა მაგის მოლოდინი, რომ უნდა ეჩხუბათ რა. ძალიან ბევრი ახალგაზრდა იყო, ანუ ეგეთი ტრადიცია აქვთ, როგორც მივხვდი ახალგაზრდებს, რომ ეგრე ხვდებიან ახალ წელს კლუბში არიან. ცეკვავენ, ერთობიან, სვამენ, მაგრამ აი ამ დალებისგან მაქსიმალურ სიამოვნებას იღებენ, ცოტ-ცოტა სვამენ რა. ირგებენ, რასაც სვამენ, ერთმანეთში საუბრობენ, დრო გახყავთ, თან ცეკვავენ, აი არ ვიცი რა, ძალიან კარგი გართობის კულტურა აქვთ. აი ზომიერება აქვთ, ძალიან კარგად დაჭერილი. ძალიან მომეწონა. ფოტოებს იღებდნენ, აი ყველა ძალიან კარგ ხასიათზე იყო. არ ვიცი, ძალიან მომეწონა მართლა. რატო ველოდებოდი ყოველ წამს ჩხუბს არ ვიცი, მაგრამ არადაირი ჩხუბი არ ყოფილა, პირიქით შეირგეს მაქსიმალურად ეგრამე. ამასობაში მოვედი მეგობრებო სამსახურში, მთელი გზა გეჭორავებით და ნამდვილად არ მინდოდა გზაში ამ ვიდეოს ჩაწერა, მინდოდა რომ სახლში ესე დამჯდარიყავი და მესაუბრა და ისე დამესრულებინა გერმანიის ვლოგი, მაგრამ ისეთი საგიჟეთი მაქვს, რომ ვერ მოვახერხე და ესე გზაში მომიწია. არა იყოთ ეს მაგალითი ჩემგან. მოკლედ, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ გავიცანით ნინი და თიმი, გაგვილამაზეს, ასე ვთქვათ, ახალი წელი, რომ მიგვიღეს სახში ჯერ ეს რამდენს ნიშნავს, რომ ადამიანს ენდობი და შენთან ეპატიჟები და ასეთი მასპინძელი ხვდები, როგორც დაგხვდა და აი არ ვიცი საჩუქრები და მთელი ამბები არ ვიცი უბრალოდ როგორ უნდა ვიყო მადლობელი იმ ყველაფრისთვის, რაც გააკეთა ნინიმ და კიდევ ერთხელ უდიდესი და უღრმესი მადლობა, აი თქვენი თანდასწრებითაც ვუხდი მადლობას, იმიტომ რომ გაგვილამაზა 2025 წლის პირველი დღე. საბოლოოდ იმედი მაქვს, რომ მოგეწონათ ვლოგი, როგორც გითხარით, კახეთის ვლოგს ცალკე დავდებ და რაც შეეხება დანარჩენ ვლოგებს, აი ნამდვილად ვერ შეგპირდებით, რომ ვიაქტიურებ ამ პერიოდში, იმიტომ რომ ვიწყებს სწავლას, ახალ კურსს გავდივარ, უნდა განვითარდე და წინ წავიდე და პროგრესი მინდა კიდევ ჩემი პროფესიის მიმართულებით და 7 დღიდან აქამდე თუ 6 დღე ვიყავი ხოლმე დატვირთული და ის ერთი დღე მაინც მქონდა ხოლმე ამოსუნთქვის. ეხლა ისეთი გრაფიკი მეწყება მომდევნო 3 თვე, 3 თვე ნახევარი, სადღაც აი ზაფხულამდე რა. ისეთი ამბები მეწყება, რომ 7 დღიდან 7-ვე უნდა ვიმუშაო, 7-ვე დატვირთული მექნება და თან პლუს ამ ყველაფერს სწავლა. როგორ უნდა გადავანაწილო დრო, რა უნდა ვქნა, რომელ წყალში უნდა გადავარდე, არ ვიცი, მაგრამ ხო იცით, რაღაცას ვიზამ. უბრალოდ უნდა იცოდეთ, რომ ვლოგებით აქტიურად ვერ ვიქნები, სადღაც ზაფხულის პერიოდში აუცილებლად დაგიბრუნდებით. უღრმესი მადლობა, რომ ჩემი პასიურობის მიუხედავად მაინც უყურებთ ჩემს ვლოგებს და ესე მგულშემატკივრობთ. იმისთვის, რომ მივხვდე, რომ ამ ვლოგს უყურებთ ბოლომდე, აუცილებლად დამიკომენტარეთ მწვანე გულები. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა და მომავალ შეხვედრამდე.